ბატონო ბერდია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ დაბადების თვე რიცხვი და წელი. 14 აპრილი 1984 წელი. ბატონო, საქართველოს მოქალაქეთა განათლება თქვენი ამჟამად თუ მუშაობთ და სად მუშაობთ? აჯარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს. ბატონო, როგორც მოგახსენეთ, თქვენ დღევანდელ სიტყვაზე გამოცხადებული ხართ მოცმის სტატუსით, გაგაცნობთ თქვენს როგორც მოცმის უფლებებს და მოვალეობებს, თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ, რა საქმესთან მიმართებით ხართ გამოცხადებული დღევანდელ სასამართლო სიტყვაზე. სასამართლომ გაგიკეთათ განმარტება, უფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენი მონაწილეობის ჩატარების ხმისოქს მოითხოვოთ მასში შემჩნევების და დამატებების შეტანა. უფლება გაქვთ არ მისცეთ დანაშაულის ჩადენაში თქვენი ან თქვენი ავტო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. ვალდებული ხართ გამოცხადეთ სასამართლოში გამოძახებისთანავე, უპასუხოთ დასმულ შეკითხვებს, არ გამჟღავნოთ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, თუ თქვენ ამის შესახებ გაგაფრთხილებთ სასამართლო. ამასთან გაფრთხილებთ ჩვენების მიცემაზე უარის იმისათვის, სრულ ჩვენების მიცემისათვის თქვენ დამიკისრებათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, ვიდრე ჩვენებას მისცემს კანონმდებელი თვალისწინებს ფიცის დადების ვალდებულებას, შეგიძლია დაერჩიოთ რელიგიური ფიცი, ღმერთისგან შეგულისხმობს დაფიცებას, არარელიგიური ფიცი იმავე შინაარსის გახლავთ რელიგიური ელემენტების გამოყენებით, თუ ორივეს წინააღმდეგი ხართ, შეგიძლია დაერჩიოთ ფიცის შემცველი დადასტურება, რომელია მისაღებითი კვეთის. დაიბრძეთ ყოვლის შემძლე და ყოვლის მცოდნე ღმერთის წინაშე მომხდარი შევინებით, თუმცა მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ. თქვენ უნდა ბრძანოთ, ფიცა ღმერთი იყოს ჩემი მფარველი. ფიცა ღმერთი იყოს ჩემი მფარველი. დამიდასტურეთ ხელმოწერით. ბატონ ბერდია, თხოვნა მაქვს, რაც შეგიძლიათ ხმამაღლა ისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ პირდაპირი დაკითხვა. გისმენთ 30 წუთი ბრალდების მხარეს. მოგესალმებით, ბატონო ბერდია. როგორც გამიმართეთ სასამართლომ, მოწვეული ხართ ევროპის სასამართლოს სიტყვაზე მოსვლის საქმეების მისაწევა. თქვენთვის ნორმალ ფაქტებზე გარემოებებზე უნდა ისაუბროთ და მიაწოდოთ სასამართლოს ინფორმაციას. სანამ უშუალოდ ფაქტებთან დაკავშირებით მიაწოდეთ ინფორმაციას, მაგაც მაინტერესებს თქვენი სამუშაო გამოცდილებისა და უშუალოდ დაკავების თანამდებობაზე დოკუმენტად გქონდა. შინაგანსაკუთრებათა და სამინისტროში მუშაობს ზოგადად 19 წელია დაკავების პოზიციაზე 2023 წლის იანვარში. ეხლა თანამდებობად რომ ვიყვეთ რა მოხდა 2025 წლის 12 იანვარში უშუალოდ რა 2025 წლის 12 იანვარს იმყოფებოდი სამსახურში. აჯარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმართებოდა საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციის ხელობის დროს, როგორც ჩემს არის ცნობილი, რამოდენიმე პირი იქნა დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდაღობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით აქციის მონაწილეების მხრიდან წარმოშობილი მოყოფილება აინტერესებდათ. მოყოფილება იყო წარმოშობილი აქციის მონაწილეების მხრიდან აინტერესებდათ თუ რა იყო მათი დაკავების მიზანი და რის საფუძველზე მოხდა დაკავება. სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო მოქალაქეებთან აღნიშნული საკითხის გასართობად გავიდა ირაკლი გერუაძე, ასევე აჯარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პრიკოლიძეა და ხალხში აკეთებდნენ განმარტებებს. ქალბატონი ბზია, რომელიც ამჟამად ჩემს წინ იმყოფება, ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად ირაკლი გერუაძეს აჩერებს და ეკითხება, თუ რატო დააკავეს მისი ოჯახის წევრი. ირაკლი გერუაძე პასუხობს, რომ მან ჩაიდინა ადმინისტრაციული გადაწყვეტა, აგინებდა მას უზრუნველობაში ყოფილ პოლიციელებს, აღნიშნულის გამო მოხდა მისი დაკავება. აღნიშნულზე ქალბატონ ბზიამ ირაკლი გერუაძეს მოკიდა პოლიციის ხელი, რომელიც შეგვიძლია მიდიოდა სხვა მოქალაქეებისაგან, მოუბრუნდა თავისკენ და მათთან ხელი დაარტყა სახის არეში. რა დროსაც მე და ჩემო კოლეგამ გიორგი ბჟალოვამ მოვახდინეთ მისი ბრალდების სახით დაკავება და შევიყვანეთ ადმინისტრაციულ შეხვედრაში. შენობაში შეყვანის შემდეგ ქალბატონ ბზიას განემარტა უფლებები, გამოძიებებმა შეიარსა დაკავებები არიჩხების ოფმი და აღნიშნული შემდეგ გადაყვანილ იქნა დროებით ფოტოსესიის სიტუაციაში. თქვენ რამოს მიხვდებით უშუალოდ აქციაზე და რომ მიხვდებით სად იმყოფებოდა ამ დროს ბაზარალი? მე აქციაზე მივედი 2025 წლის 11 იანვარს დაახლოებით საღამოს 11 საათზე. ირაკლი გერუაძე ამ დროს როგორც მახსოვს იყო 11 საათზე, ხო? 11 იანვარს 11 საათზე. იყო ადმინისტრაციული შენობის ეზოში. ასევე გადიოდა მოქალაქეებთან გარეთ. უშუალოდ ყოველწუთში მისვლით დაყოფილობდა და როგორ გადაადგილდებოდა ვიყიდით. ისწავლით თუ არა უშუალოდ ბრალდებულზია ქონდა თუ არა მასთან შეხება აღნიშნულთან. არა პირველად ხედავდი პირველად ნახე. ეხლა სად დაიწყო საუბარი ბაზარალებსა და ბრალდებულ
თქვენ სათხართ ამ დროს. მათ შორის საუბარი დაიწყო საგუშაგოსთან, განმაკასაცროელ კარებთან დაახლოებით 2 მეტრში და მე და ირაკლის დებუაძე ვიდექით გვერდით თითქმის ვეხებოდი კეთილმაც. ჩემგან ხელმარჯვნივ იქ და ირაკლის დებუაძე პოლონის წინ გაბატონებზია და გაბატონი ეთერჯა. უფრო კონკრეტულად როგორ გითხრათ, ეხლა ვიწყებს საუბარს და როგორ ვითარდება მომენტი. ხალხობებზია ერთერთურადაც ეკითხებოდნენ თუ რატომ არიან დაკავებულები, არიან მათი ოჯახის წევრები და დებუაძე პასუხობს, რომ მათ ჩაიდინეს ადმინისტრაციული გადაცნობა, შეაგინეს პოლიციის თანამშრომლებს იქვე დასვენ მდგომარეობაში და ამიტომ უფრო დაკავდა. უნიფორმებით იყვნენ თუ არა იქ სამართალდამცავი წარმომადგენლები და ასევე თავად ნაზარები. ირაკლის დებუაძეს ეცვა პოლიციის კურტუკი, სხვა სამართალდამცავებსაც უმეტესობას თითქმის ყველას ეცვა პოლიციის. ამ კურტუკი, ამ კურტუკი, ამ მას. თქვენთვის ნაცნობი პოლიციელები თუ იყვნენ იქ და ვთქვათ თუ არა მათ ასევე თითქმის ყველას გაყოფილების უფროსი ადგილზე იყო, ყველას ვიცნობ, ასევე იქ იყო დეპარტამენტის დირექტორი, იქ იყო ჩემი მოადგილე გიორგი კავსაძე, სხვა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ დეპარტამენტის ზოგი შენობაში, ზოგი სხვა სოფლებში. რა მომენტში განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და როდესაც ირაკლის დებუაძე მოხდა, რომ დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით, მათ შეაგინეს პოლიციელებს, შებრუნდების შემდეგ კურტუკით მოკაჭა თავისკენ ქალბატონებზია და ამ დროს დაამხა ხელი სახის დარგში. დასაგალებული დებუაძე ისმოდა თუ არა ბრალდებულ ამოყოლებს ამასთან დაკავშირებით ყოფს თუ არა ინფორმაცია. როგორც ვიცი, აქცენტიდან გამომდინარე, როგორც ჩემს ცნობილი დაანჯლოთ. მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ ამ მდგომარეობაში იყო დასარარებული? დიახ, ამ მდგომარეობაში. დასარარებული გამიშენების ნახე დაახლოებით 10-15 წუთში, შეიძლება მეტიც, იყო გაფირვებული, არ იცოდა თუ რატომ, რის გამო დაარტყა ხელი და რა თქმა უნდა სახეზე აღენიშნებოდა სისხლი. მარჯვენა ლოყაზე და ხუსი. ადმინისტრაციულ შენობაში პირველ საფრთხეს. თქვენ აღნიშნეთ, რომ მოახდინეთ მისი დაკავება თანამშრომელთან ერთად. დაკავების მომენტში განმარტეთ თუ არა ბრალდებულს მისი უფლება მოვალეობები. უშუალოდ დაკავების მომენტში პირველად განმარტავდი, იქ იყო ხმაური ხმაური შენობაში ხან შემდეგ განმარტავდა. მეც კი არ მისმის რა თქვით გარეთ ვერ გამომარტავდი უფლებებს, იყო ხმაური ხმაურობა, თან დაკავება მოხდა. ამავდროულად შენობაში შეყვანის შემდეგ განმარტა უფლებები და მოხდა. დაკავების მომენტი რომ აღწეროთ უფრო დეტალურად როგორ მოხდა, რა განხარებაში მოხდა და ხელის გართმიდან რამდენი წუთში და იგი დაკავდა. ხელის გართმიდან დაუყოვნებლივ მოხდა მისი დაკავება ჩემი და გიორგი ჟალავას მიერ. დაუყოვნებლივ. კი ბატონო, თქვენ აღნიშნეთ, რომ შედგენილი იქნა დაკავების უფლის გამოძიების საჩქრე, ეს გამოძიების ეს დაკავების უფლი და განმარტა თუ არა ამ დროს მისი უფლება მოვალეობები ოფი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ შენობაში, როგორც ჩემს მიერ, ასევე გამოძიების მიერ დამატებული იყო უფლებები და მოვალეობები. გაიცნო თუ არა უშუალოდ? გაიცნო და ხელმოწერაზე უარი. რაიმე შენიშნა განცხადება ხო არ გაუკეთებია, რომ არ ეთანხმებოდა იქ ოღონდ გარემოებებს და მოაწედა თუ არა ზოგადად მან წერია მოწერია, სადღაც შენიშნები არ გაუკეთებია. გასნობით გაიცნო. ცნობით გაიცნო.
მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სიამოვნებელი მოხდა ადმინისტრაციულ შენობაში, აი ამ კონტექსტში ადვოკატის მონაწილეობასთან დაკავშირებით იყო თუ არა საუბარი კონკრეტულად ბრალდებული მხრიდან და ზოგადად მისი დამოკიდებულება როგორი იყო იმ პერიოდის განმავლობაში, თუნდაც ჩადენილი ქმედებისადმი და ასევე დაცვის უფლებასთან მიმართებით, რაც თქვენ გაატარეთ მასთან ერთად, რაც უშუალოდ თქვენ ნახეთ და თქვენ მოისმენთ. საკავების შედეგს განემართა როგორც თქვა ძირითადი უფლებები, დაცვის უფლება, მოდის უფლება, დაეკრალებინა დანაშაული, თავადუნზიას არ გამოუწყოს სურვილი, რომ დასწრებოდა ადვოკატი ან მოიწვია ვინმე პირი, მსგავსი მოთხოვნა მისი მხრიდან არ მოხდა. რაც შეეხება გაუძებლის მიერ, ამავდროულად მოხდა მის მიერ. ოდიში ბატონებიდან რეპლიკებია კიდევ მიუხედავად თქვენი არაერთი გაფრთხილებისა, როგორც კი მოწმე რაიმე ისეთ დარეგმოებაზე საუბრობს, რაც დარბაზის მიუღებელი არის რეპლიკები და შუამოწმე და ასე შემდეგ. ხო, კიდევ ერთხელ განვმარტოთ ხალხს, ანუ ბატონო, შესაბამის განმარტებები მიღებული აქვს, მე ხარ თვითონ ზრუნვა საკითხებს, ის გავსი რეპლიკა იქნება, დატოვებს ნებისმიერი პირის ხტოვის დარგს. ისმის გავაგრძელებ. დიახ, აი ძალიან ის და განაგრძელებ. შეიძლება ამას საუბარი. ანუ მასთან არც ჩაბარებულა რაიმე საგამოწმო მოქმედება, გარდა გადაუდებების და კალვაკირად ჩრეკისა, რაც შეიძლება გამოკითხოს, როგორც ეს იმასთან ადვოკატები იყვნენ ამსული, მაშინაც აირჩიათ რომლის უფლება და არ დაგმოვდა რანაირად მისი დაცვის უფლება. სახალხო დამცველიც იყო მასთან შესული დავამატებ და სახალხო დამცველსაც ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამისად სახალხო დამცველი შეეძლო ნებისმიერ გამერხვა და მოითხოვა თუნდაც თუ ჩვენ ვერ გვეუბნებოდა ადვოკატის მოყვანა. კი, თუ გახსოვთ ფაქტობრივი დაკავებიდან დაახლოებით რამდენში შევიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი მასთან? დაახლოებით 20 წუთში, 25 წუთს რაღაც. დაკავებიდან 20-25 წუთში? დაახლოებით 20 წუთში. იბათ ეს არის მიიღეთ თუ არა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღეთ რა იყო იქ გასახდელი. დიახ, მე ეს გასნა დათვალიერებაში, სადაც მოხდა იმ ვიდეოკლიპის დათვალიერება, რომელიც ამოღებული იყო და დაკვრილი ჰქონდა სისხლისამართლის საქმეს. ეს დასახული იყო ქარვადონიძის მხრიდან გახორციელებული პოლიციის თავდასხმის ფაქტი. გაიცანით თუ არა აღნიშნულობს? დიახ, დავესწრაფე და დამატებით გავეცანი დავადასტურე ვეთანხმებოდი ოსტა ვეცჩა. Ილადა თქვენ თუ გქონდა თავისუფლად რაიმე საქმის კომუნიკაცია მრავალდენიდან. ინფორმაცია რა ხარ მიწოდებია მასთან დაკავშირებით ხდებოდა აქციაზე მონაწილეობის დაკავება. არა, დაკავებამდე მასთან კომუნიკაცია არა. კი ბატონო, დაცვის მხარეს 30 წუთი. დროით შეზღუდვა თუ არაკავშირში დავსვათ კითხვას, განარიდეს კითხვა, მაგრამ დროით შეზღუდვა ცოტა უცნაურად მეჩვენება, როგორ ჩავედიო ან პასუხების მიხედვით ვაყალიბებ ან შემდეგ 30 წუთი გაქვს განსაზღვრული ფაქტობრივ მაიატანერჩის პლანში. ასეთი რამე არც ერთი პროცესზე არ მინახავს. შეგიძლიათ ჩემი ბრალდება და დასვათ და მოხსნით კითხვას თუ საქმესთან კავშირში არ არის ჩემი კითხვა. პირველ რიგში თქვენ ახსენეთ ეთერ თურაძე. არც ერთ ჩვენებაში არ მოიხსენიებთ სახელით და გვარით. შემდეგ გავიგებ ალბათონო ვინაყო ეს კაბატონი. ანუ ვიზანაირეთ? ზოგადად მასმედიის საშუალებისგან გავიგებ რომ ეს კაბატონი არის ერთადერთი. კი ბატონო. წერან თქვით რომ ანუ იცოდით რომ იცნობდა გებუაძე ზიას. როგორ ჩემთვის არის ცნობილი? და საიდან არის ეს ცნობილი? თვითონ გებუაძე. თვითონ გებუაძე გითხრა, რა ვერ ისაუბრა და გითხრა რომ იცნობს. კი ბატონო. თქვენდა გებუაძე შენობაში როგორ ხართ განთავსებული თქვენი სამუშაო ოთახი სად არის, მის სად არის? ჩემი სამუშაო მესამე სართულზე გებუაძის მეორე სართულზე. დიახ, რამდენი წელი ერთ შენობაში ხართ? 3 წელი. კი ბატონო. ანუ კოლეგიური დამოკიდებულება რომ 3 წელია ერთად მუშაობთ. ესეთი კითხვა. თქვენ რა მოგკითხათ გამომძიებელმა გოგმაჩაძე? არის თუ არა ეს გამომძიებელი თქვენს უშუალო დაქვემდებარებაში? ჩემს სამართლობაში მუშაობს გამომძიებელი.
ამ საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები გოგმაჩაძის გარდა აწარმოეს ტერესელიძემ, ფუტკარაძემ, დიასამიძემ, კვირიკაძემ. ეს გამოძიებლებიც თქვენს დაქვემდებარებაში არიან? ამ საქმეში არის თქვენი პატაკი. წეგან რაღაცა ზარახსენე. თქვენი პატაკი დევს ამ სისხლის სამართლის საქმეში გახსოვთ? გაჩვენოთ ეკრანზე. თუ გახსოვთ? ამიტომ მიმართა დირექტორს და მოკლედ მოხდარი ფაქტის შესახებ. დირექტორს ბესელიას. დირექტორს. ანუ ეს პატაკი თქვენი შედგენილია. დიახ. სიამოვნებით თქვენ დააკავეთ? დიახ. უშუალოდ მე და გიორგი ჟალო. დაკავების ოქმით თქვენ რატომ არ შეადგინეთ? დაველოდე ქალბატონ გამოძიებელს რომ მასთან აშიებდა. და კანონი რომ მოითხოვს რომ დაკავებულმა შეადგინოს დაკავების ოქმით თქვენ რატომ არ შეადგინეთ? რატომ დაველოდეთ გამოძიებას? გასაგებია ვადრიძეში შეიყვანეთ შენობაში. სადამდე შეიყვანეთ ეს შენობაში? შენობაში შეიყვანე ერთ-ერთი ხელმძღვანელის იმენმაში სამუშაო ოთახში. რომელიც? თორსტები გელა ასეც. გელა ასეც სამუშაო. ხელმძღვანელი რას ნიშნავს? თანამდებობა მითხარი. ბათუმის პოლიციის სამმართველოს მერვე გამოყოფილების უფროსის მოადგილე. დიახ. და რატომ დაუბრუნდით იმ კონტაქტში დაკავების ოქმი რატომ არ შეადგინეთ? კითხავთ დაველოდეთ გამოძიებელს, ვინაიდან რატომ დაველოდეთ გამოძიებელს? დაველოდეთ გამოძიებელს, ვინაიდან ქალბატონი იყო დასაკავებელი, შესაძლებელი იყო შესაძლებელი იყო პირადი ჩრდილა აქედან გამომდინარე. დაველოდეთ მოვიდა თამარ პერესელიძე და შეადგინა დაკავება პირადი ჩრდილის ოქმი. პირადად იმითითოთ კანონის ნორმა სადაც წერია რომ ქალმა უნდა დააკავოს. პირადი ჩრდილა შადაროს იგივე. პირადი ჩრდილაზე არ ეკითხებით. დაკავება პირადი ჩრდილა ერთი ოქმია შედგენილი ქალბატონო მაიოდა აქედან. ერთი ოქმია შედგენილი ვიცი, მაგაზე მე ეკითხავთ. მე ეკითხები თქვენ რატო მაინტერესებს თქვენ რატო შეადგინეთ? დაველოდეთ გამოძიებელს თამარ პერესელიძეს და კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგ თქვენ ატაკში რაღაც მითითებებს თხოვთ ბესელიას. რა მითითებებს თხოვთ ბესელიას? ზოგადად ატაკი წერება მიმართა ხელმძღვანელს და იმის მიხედვით თუ ვინ რომელმა დანაყოფა უნდა აწარმოოს გამოძიება და ასე შემდეგ მიმართე თუ ვინს დაისწრება გამოძიებას და იხედავდა რომელმა დანაყოფა, რამდენი საგამოძიებო დანაყოფი გაქვთ აჯარის პოლიციის დეპარტამენტში? საგამოძიებო სამმართველო, არასრულწლოვნების სამმართველო, ქობულეთა შუახევი, ასე შემდეგ. არასრულწლოვნები ხომ არ გამოიძიებდა? ანუ რას თხოვდით ბესელიას, რა მითითებდა? სამმართველოს კი არასრულწლოვნების სამმართველო, თორე არასრულწლოვნები არ არიან, არიან პოლიციური გამოძიებლები, რომელსაც შეუძლიათ გამოიძიონ ნებისმიერ საქმეს. შეიძლება არასრულწლოვნების გამოყოფილებას გამოეძია, ხო მზია? ანუ ბესელიასთან ელოდებოდით მითითებას, რომელ საგამოძიებო დანაყოფს? ზოგადად მითითება. ზოგადად რას ნიშნავს? ზოგადი მითითება, თუ რა, როგორ უნდა გაკეთდეს საქმის ირგვლივ და ვინ უნდა იქნეს საქმეში ჩართული, პროკურორთან ერთად, დეპარტამენტის დირექტორის განსაზღვრავს, რომელ დანაყოფს კონდეს. რომელ დანაყოფს უნდა კონდეს საქმე და ვინ უნდა იყოს ჩართული გამოძიებაში, ხო? დიახ, რომელიც სამართლია. და რა მითითებები მოგცათ ბესელიამ? ჩემთვის არ მოუწია, ჩემს მოადგილეს ვიცა გიორგი კავსკას. და თქვენ რატო თხოვეთ მითითებები და სხვას რატომ იცათ? მე ვიყავი დამთავრებელი ფაქტის. უშუალო შესწრე რა მოხდა მიმართე ამ. მაგრამ მითითებები მისცა სხვას, თქვენ არ მოგცათ. ბესელიას რას თხოვდით? ბესელიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებაზე? არა, გამოძიების დაწყებაზე მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურამ. და ზოგადად ფაქტია. ვინ მიიღო? ზოგადად პროკურატურა და თვითონ გამოძიება. აბა ბესელიას რატო თხოვდით საგამოძიებო დანაყოფი, რომელიც შეიძლება გამოეძიება ეს. როგორ? დანაყოფი, რომელიც შეიძლება გამოეძიება საქმე, ჩათვლიდა საჭიროა. ჩვენ გამოეძიებდი ჩათვლიდა საჭიროა. არა, ატაკით მიმართ ისა ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის ასე ვარაუდობ, ხო? არ არის დაწყებული, ამიტომ შემდეგ იწყება გამოძიება. ბესელიანებულს რა დაწყებულ, შემდეგ მოიწყება რა დაწყებულ, ჯერ თუ არ დაწყებულა გამოძიება, საგამოძიებო დანაყოფს როგორ გასასწრებს ბესელია? ვინ უნდა გამოიძიოს არასრულწლოვნებმა თუ სრულწლოვნებმა? ბატონო სამთა განდიდება. ბატონ? მოწმე, არაერთხელ გასაფასხი და აბსოლუტურად გასაგები არის ნებისმიერი ობიექტური პირის მათ შორის ალბათ პირველში დაცვის ხალის წარმოადგენს ხარაზე არის საუბარი, ხო? ეს შეკითხვები ეხლა რაც არის, ეხლა ეს შეკითხვები საერთოდ არ არის გათვლილი საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოს დასადგენად. ეს შეკითხვები არის გათვლილი სწორედ აი ამ ფრაზებისთვის და ზოგადად საზოგადოებაზე გარკვეულ წარმოდგენების შესახებ. გამართა მოწმე, რომ მიმართა კონკრეტულად მის ხელმძღვანელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და დიახ არის გამოძიება დაწყებული შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს მის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად მითითებული აქვს პატაკში დეტალურად ეს გარემოებები და ბუნებრივია თავად ვერ გადაწყვეტა
იყო გამოძიება, რომელიც სამართლოდ დაიწყო და განმარტა ამასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადაეწყვიტა. და კიდე იგივე კითხვები ისმება, გაცემული ახლა ყველა კონტექსტში ამას პასუხი, მიზანი რა იყო ამ მიმართვის კონკრეტული პირის საკითხი რა იყო ამ მიმართვის სხვავის და ახსნა ეს გარემოება. რომ მას შემდგომ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტა ის საკითხის, რომელიც დანაყოფი გამოიწვევდა კონკრეტულად სამართლის საქმეს და შემდგომ განმარტა კონკრეტული სახელებით და გვარებით, ვის დაეწენა ეს პატაკი შესასრულებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა გავიმეორე. აქედან გამომდინარე, პასუხი როგორც ასეთი ამ კითხვაზე მიღებული არის თუ სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება აქვს და ეს პროცედურა რაც ბატონო ბერდიამ აღწერა, კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია, ამაზე შეუძლია მიუთითოს თავის დასკვნითობაში, ხო? პასუხი მოწმისგან მივიღეთ არ არის. გავხსნიდებაზე. ჩვენს კოლეგებთან პროტესტი კითხვის განიდების პოზიცია იყო ჩვენს კითხვაზე საუბარი და მაშინ არ იდოს პასუხი თავიდან ბოლომდე. არა, რაც უნდა გასცეს შემდგომ ჩემი. უნდა გასცეს, რაც გასცეს ეს უფრო მეტად იყო პასუხი და კითხვის განიდება მე დარწმუნებული რა ხარ. არჩევდება ნამდვილად აქ მომდანები მოსმენს. სიავსი დახმარება. არა, დახმარება რა თქმა უნდა ისეთი რაც ბატონო მეგდიამ არ თქვა. კითხვა გაიმეორეს კაპიტან მაია. განიდებები უშენ ნახევარ საათში უშევა, იმიტომ რომ დიდროს აიღეს. ის კაპიტან მაია კითხვა გაიმეორეს. გადავიდეთ ჩემთვის რა. იმდენი ვარ პროკურორმა საბრალჩიკი. ამ საქმის გამოძიებაში თქვენი საპროცესო როლი რა იყო? მხოლოდ დაკავება. როგორ? მხოლოდ დაკავება, სხვა შემონაცვლება არ მივიღეთ. შემდეგ დათვალიერებაში და გამოვიდა. თქვენ ფუნქციას ვინასრულებდა ამ საქმესთან? გიორგი კავსაძე, ხელმძღვანელი. თქვენ თქვით, რომ ბესელიას პატაკის ერთ-ერთი დანიშნულება იყო, რომ ბესელიას განესაზღვრა, ვინ გამოიძიებდა საქმეს, ხო? ამ თქვენივე პატაკზე მიწერილი რეზოლუციით ჩანს, რომ საქმის გამოძიება დაევალათ გამოძიებლებს გოგომაჩაძეს და კერესელიძეს. ორი გამოძიებელი. თუ იცით, საიდან გაჩნდა ამ საქმეში სამი დანარჩენი გამოძიებელი? გამოძიებლებს მოიხსენებათ ელექტრონული სტატუსი გვაქვს, შეუძლია დაამატოს პროკურორმა და ასევე შეუძლია გამოძიებლებმა დაამატოს თავისი კოლეგა გამოძიებელი. შესაბამისად, გამოძიებლებმა თვითონ დაამატოს? თვითონ შეუძლია გამოძიებლებმა საქმეზე დაამატოს სხვა კოლეგა გამოძიებელი. ამაში რატო იკითხებოდი ბესელიას თუ თვითონ ამაწერენ გამოძიებას? გაგიცით პასუხი გაბატონო უკვე, ბესელიამ გადაწყვიტა, რომელიც გამოს დაიწყო ვინ ყოფილიყო საქმის დამარცხება. 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს თქვენ თვითონ თუ შეესწარით რომელიმე მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას? არა იქაყოფილ. არავის არ გინახავთ. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას ვიყავ. მათ შორის არც მზიას პირველი დაკავება არ გინახავთ, ხო? აყოფილო ნატრს. არ გინახავთ. თქვენ არაერთხელ თქვით, რომ განემარტა უფლებებია. მაგრამ არ თქვით, ვინ განემარტა ეს უფლებები? მე განემარტა თქვით, პოლიციის შენობაში, როცა შევიყვანეთ. პოლიციის შენობაში შეიყვანეთ, განემარტეთ უფლებები და შემდეგ არ უზრუნველყავით მაგალითად დაცვის უფლებით? თქვენ ზიამ გითხრათ, რომ ადვოკატი არ ჭირდება, თქვენ გითხრათ? არ ითვალისწინებდა გაბატონო მაია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან არ მოგვიდა მოწვეული დამცველი. რაც შეეხება თავის ნებასრული შეესრულ ნებისმიერ დროს მოეყვანა. და რანაირად კომუნიკაციის რა საშუალება ჰქონდა, პირველი კომუნიკაცია განხორციელდა 3 საათის მერე მისი ოჯახის წევრებთან. პირველი კომუნიკაცია 25 წუთში განხორციელდა სახალხო დამცველის წარმოადგენად. სახალხო დამცველი არ უზრუნველყოფს მის დაცვის უფლებას. შეეძლო ნებისმიერისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია. რასაც ითვალისწინებს ოჯახის შეწყობინება 3 საათის ვადაში, ეს ნორმა დაცული იქნება და შეწყობინება. მაგრამ დაცვის უფლებაზე თქვენ რა მიმართეთ, ხო? შესაბამისად, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი დაცვის უფლების რეალიზაცია და ეს მაინტერესებს არ იყო სავალდებულო დაცვა და მე არ მაშინ რა თქმა უნდა დაცვის უფლება საერთოდ გამომართე ზოგადად ბრალდებულის უფლებები და მოგვარება. ის ზოგადი უფლებები კონკრეტულ უფლებებად იქცევა ხოლმე, როცა კონკრეტულ ადამიანს უმართავთ. ანუ თქვენ ამ საქმეში ჩანს, რომ ადვოკატები შემოუშვეს ღამის 4 საათზე. თქვენ საგამოძიებოს უფროსიც იყავით და ამკავებელიც იყავით, უფლებების განმარტება, მაგრამ არ იფიქრეთ, რომ უნდა უზრუნველყოთ რეალურად ამ უფლებებით. უკვე გაგიცით პასუხი. გამომართე უფლებები თუ მოითხოვდა ადვოკატს შემოვიდოდა, არ იქნებოდა პრობლემა. ვისთვის უნდა მოეთხოვოთ თქვენ? გამოძიებისთვის, პოლიციელისთვის მოეთხოვა და შემოვიდოდა დაუკავშირდა. არ მოუთხოვია შესაბამისად ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არავინ მოძიებული, რომ დაეცოთ მისი უფლებები.
12 იანვარს თქვენ ორჯერ გამოგკითხეს ამ საქმეზე 12 იანვარს და შემდეგ 18 თებერვალს. 12 იანვარს გამოგკითხვის ოქმში თქვენ ამბობთ, რომ დააკავეს ორი პირი 173 მუხლით, ამიტომ მომიტინგეები მოითხოვდნენ განმარტებას თუ ისთვის დააკავეს და მოითხოვდნენ პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას. ანუ ასე იყო? დიახ, დაკავებული იყო ქალბატონის დაკავებამდე ორი პირი, დაახლოებით 10 წუთით ადრე. ხო. გაბაიძელი პროექტი ერთ-ერთი. და თუ რატომ დაკავდა რა იყო მიზეზი დაკავების, არა მარტო ქალბატონისა ზოგადად იქ ხალხი ამას მოითხოვდა. ამ დაკავებულზე? დიახ, ამ დაკავებულზე. იქ მყოფი ადამიანები მოითხოვდნენ განმარტებას რატომ დააკავეს. კი ბატონო. დაკავების საფუძვლების განმარტების მიზნით გავიდა მათთან რეგულაზე თუ უბრალოდ სხვა რამისთვის გავიდა? ზოგადად აქციის მსვლელობის დროს, როგორც დირექტორი, ასევე ხებუაძეც გადიოდა, ამშვიდებდა ხალხს თუ რაღაც ნებატაღება იქნებოდა, ამ შემთხვევაში უშუალოდ აი ამის განმარტების მიზნით გავიდა, თუ რატომ მოხდა დაკავება. ვინაიდან ითხოვდნენ დირექტორიც ეუბნებოდა, შევალ გავერკვევით სიტუაციაში ეს ვერ მოხდა. სანამ დირექტორზე გარეთ გავიდოდა ნახეთ, რომ ზია ითხოვდა რაიმეს იქიდან, სადაც იდგა, არ გინახავთ. ზოგადად ხმა მესმოდა ხალხის, რომ ითხოვდნენ რატო არის დაკავებული ქალა. ასე შემდეგ. კი ბატონო, ხალხის ხმა გესმოდათ. თქვენი პირველი იანვრის გამოგკითხვის ოქმში ამბობთ, რომ ამ დროს წინ იდგა ორი ქალბატონი, რომლებიც გამოხატავდნენ რეგულაციის და ზოგადად პოლიციის მიმართ აგრესიას. აი ეს მინდა გავიგო, რას გულისხმობთ ამ აგრესიას? აგრესიული ტონით ესაუბრებოდნენ, რატო დააკავეთ ეს ორი პირი. აი ნახეთ, მე მინდა ზუსტად გაიხსენოთ, რა წინადადება თქვა ზია და თუ მეორე მოწმესთან დაკავშირებით რა ხსოვთ? რატო დააკავეთ გამოუშვი ქალბატონი ეცევნებოდა, ზია ეუბნებოდა, რატო ზია რას ეუბნებოდა, რატო დააკავეთ გამოუშვი დაუყოვნებლივ? ქალბატონი ზია ეუბნებოდა, რატომ დააკავეთ, ვინ დაუსვა კითხვა, გიორგი გაბაიძე ნასვამი რო იყო, ესე მიმართა ზუსტად დათვალიერების დროს. ანუ ზია მითხრა რატომ დააკავეთ? რატო დააკავეთ? ეხლა ეს მინდა მითხრათ, რომ რაში გამოიხატებოდა აგრესია ზოგადად პოლიციის მიმართ ზიას? აგრესიული ტონით რატომ დააკავეთ რა საფუძვლით აი ესეც რაღაცა. აგრესიულ ტონში რას გულისხმობთ? ხმა მაღლა? ხმა მაღლა აგრესიული ტონი. აგრესიული წმაწული უთხრა. წმაწულია აგრესიული ტონი. და აი იმ ხმაურში ზიას ხმა მაღალი ტონი რამდენად ხმა მაღალი იყო აგრესიას? ხმაურის ფონზე შესაძლებელია ხსაუბრობდა ხმა მაღლა. ეს ერთი წინადადება რატომ დააკავე? ანუ თქვენ აგრესიას რასაც ეძახით არის წინადადება რატომ დააკავე, ხო? ხმა მაღლა ნათქვამი აგრესიული ტონით დააკავე. და დეციბალებში შეგვიძლია გავზომოთ. ხმა მაღლა ნათქვამი რატომ დააკავე? თქვენ პირველი გამოგკითხვის ოქმში ამბობთ, რომ მომიტინგეებთან შეხვედრაზე მეც ვიყავი, შეხვედრა დააქვთ ამას მომიტინგეებთან. შეხვედრა იყო? გარეთ გავედით, განმარტების მიზნით, თუ რატომ იყო დაკავებული. მომიტინგეების მოთხოვნით რა აკეთა განცხადებაა ამბობთ. ვის გულისხმობთ ამ მომიტინგეებში? ხალხს, ვინც იყო შეკრებილი გარეთ და არა ზიას. ზოგადად მათ შორის ქალბატონ ზიასაც ხდება. რას ნიშნავს ზოგადად? ისინი რაღაცას თავისას ამბობ. მე რა მაინტერესებს თქვენ კითხოთ. რეგულაცია ჯერ ხლებს პასუხობდა და მერე პასუხობდა ზიას? როდესაც გამოვედი შენობიდან, პირველი შეხვდა ქალბატონი ზია და პირველი შეხვდა ზია, ხო? იქვე შეხვდა შემოსასვლელში. და პირველი უპასუხა ზიას. და ეთერი თუ გახსოვთ? დიახ, ეთერი. ეთერის როდის უპასუხა? ერთად იყვნენ ორივენი ერთდროულად პასუხობდა. კი ბატონო. რეგულაცია იქ ამბობთ და ეხლა დაახლოებით ასე ვთქვით. აქციაზე რომ მოქალაქეებს გადმარტა, რომ რამოდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება. რადგან ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. აი ხომ და ზუსტად გაიხსენო. აი რეგულაციამ რა თქვა კონკრეტულად? რატომ დააკავე გავიგეთ ხაზია? მაგრამ წინადადების დონეზე მაინტერესებს. თქვენი მონაპოლი მესამე პირში არა. რეგულაციამ დაუპასუხა გიორგი გაბაიძე დაკავდა იმიტომ, რომ იგინებოდა თანამშრომლების მიმართ იყო ნასვამ მდგომარეობაში. ეს უპასუხა ეს უპასუხა ეს სიტყვასიტყვით ეს ხო კონტექსტი თლიანი რაც. და ამიტომ იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესრიგი. დიახ. ეხლა 15 თებერვალს გამოგკითხვის ოქროს დამოუკიდებლად.
თქვენთან ამბობთ, რომ ეს ორი ქალბატონი გვარს არ ამბობთ, არც ერთის არც მეორის. ზოგადად პოლიციის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ისევ იგივეს ამბობთ. ზოგადად დებუაძეს რომ ხმამაღლა უთხრა, ემნიდა კითხვა. დებუაძეს რომ ხმამაღლა უთხრა, როდის გამოუშვა. ეს ნიშნა თქვენ აი ზოგადად პოლიციის მიმართ აგრესიას გამოხატავდა. ჩემი კითხვა, ზოგადად პოლიციის მიმართ რომ გამოხატავდა აგრესიას, ამის ეს მითხარით როგორ გამოხატავდა დანარჩენებით დებუაძეს რომ ხმამაღლა უთხრა გავიგე. და ზოგადად პოლიციის მიმართ რომ გამოხატავდა აგრესიას, ეს მითხარით რა არის? ზოგადად გულისხმობდა მერისთვის დამაკავეთ მაშინ ეს და რა დაასრულა ეს თუ დაასრულა რა გავიგე, უკვე ხელის დაარდა ფერდობს. მერისთვის დამაკავეთ ეს იყო ზოგადად პოლიციის დიახ. ანუ რაიმე მუქარა მისი მხრიდან მოისმინეთ, ძიას მხრიდან. არა. გინება მოისმინეთ, იქა. ლანძღვა მოისმინეთ, რაიმე სალანძღავის კითხავთ, რასაც მოისმინე, უკვე გაგიმოთ. უკვე მე გითხეთ ლანძღვა მოისმინეთ? არა, კი ბატონო. ზია რა იკაჩებოდა და აკავებდნენ ფიზიკური რაღაცა ამ ტიპის მოქმედებას გამოხატავდა? ძალადობრივი მოქმედება ესე ჩაიდინა, რომ ხერხს არავინ არ უშევდა. როგორ? ძალადობრივი მოქმედება ესე ჩაიდინა, რომ ხერხს არავინ არ უშევდა, არც აკავებდა და არც ასე შევიდა. არავინ არ უშევდა. კი ბატონო, ანუ ქვახუავსვიან რაიმე ხელი დაარტყა. ხელი დაარტყა. მანამდე სანამ თქვენ გახვიდოდით, რა არეთ იქ ჯისოსებთან რაიმე აქტიური მოქმედება ზიას ხო არ დაგინახავთ? არის, არ დაგინახავთ. კი ბატონო. 18 თებერვალს თქვენი გამოგიწვის ოქმში, თქვენ მივწითეთ. უკვე მანამდე თქვენ პირველი გამოგიწვის ოქმში ამბობთ, რომ დებუაძე დაგარჯერებს იძლეოდა ორ დაკავებულზე. შემდეგ მეორე გამოგიწვის ოქმში ერთ დაკავებულზე გადახვედით. ორზე აკეთებდა განმარტებას თუ ერთზე დებუაძე? ორივეზე განმარტა ბატონო. ძმები დაკავდნენ ერთდროულად ერთი წუთის ინტერვალში. ორივეზე განმარტა. უშუალოდ ქალბატონზეას ეუბნებოდა სახელი უზენა გიორგი. ზოგადად ამბობდნენ გაბაიძეები უზენა გამოდიოდა. როგორ ორზე გააკეთა თუ ერთზე? ჩემი კითხვა ესაა. ქალბატონზეას უშუალოდ სახელი უთხრა დაკავებულის გიორგი და ზოგადად გაბაიძეებიც გვარიც ახსენა, ანუ ორივეზე. რაულოვიჩი ახსენა და თქვენ ჩათვალეთ, რომ ორზე აკეთებდა განმარტებას თუ ორზე აკეთებდა ქალბატონო და ეკითხებოდნენ რატო დააკავეთ ესენი. ამ რაულოვიჩი ეკითხებოდნენ და პასუხი რაულოვიჩი იყო დებუაძეს და დირექტორს. რაულოვიჩი ეკითხებოდა მზია? ეკითხებოდა რატო დააკავეთ რაულოვიჩი. როგორც მახსოვს. არსებით მნიშვნელობა აქვს ერთზე განმარტა თუ ორი? დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე გამოკითხვაში თქვენ ამბობთ, რომ დებუაძე აქციის მონაწილეებს პასუხობდა მათ მიერ დასმულ კითხვებზე და აკეთებდა განმარტებებს. ეხლა ისევ ვიბრუნდები მე, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ამბები გვაინტერესებს ჩვენ. აქციის მონაწილეები კიდე რამეს ეკითხებოდნენ და ეს კიდე რაღაცებს პასუხობდა, თუ რას გულისხმობთ ამაში, თუ ეს მარტო ზიას ერთი კითხვაა? ქალბატონო, უშუალოდ ზიას ესაუბრებოდა წინერ გათვლაზე აღმავდროულად სხვა მათ შორის ჟურნალისტებიც კითხვებს უსმენდნენ სხვადასხვა მხრიდან. შესაბამისად პასუხობდა ყველას, უშუალოდ მიმართული იყო ქალბატონო. ამბობთ ჟურნალისტებსაც პასუხობდა. დიახ, რამოდენიმე კითხვა და კაჩირაც ისმის ეს. რამდენიმე კითხვა ხო არ გახსოვთ ის კითხვები ჟურნალისტების? ანალოგიური კითხვები რატო ახავებთ, რა ხდება, რატო არის დაკავებული. და მისი პასუხები იმ ჟურნალისტებზე რა იყო? ზოგადად პასუხს სცემდა და ეს უნდა ხალხს ესწროს. შეიძლება ვეკავშირო. გამომწე 18 თებერვალს თქვენი მონაწილეობით გარჩიამ დაათვალიერა ეს 44 წამიანი ვიდეო და უკვე თქვენ ამ ვიდეოში მიუთითეთ მხოლოდ ორი წინადადება. რაც ისმის ვიდეოში. მხოლოდ ორი წინადადება. ერთი რაც თქვა ამაღლობელმა და მეორე რაც თქვა დებუაძემ, ანუ როაგინა პოლიციელებს, რატო ამას ამბობთ და მე რომ დამაკავეთ მისმინე აგერ. და ეხლა გაცილებით მეტი რამე მითხარით. ეხლა მითხარით, რომ მანამდე ჟურნალისტებმა კითხეს, ამან პასუხა, იმას პასუხობდა, ამას პასუხობდა და იქ მარტო ამ ორ წინადადებას ამბობს და რაც არის ვიდეოში, ვიდეოში რაც არის ისედაც მანამდე რაც ვიდეოში არ ჩანს, გამოგიმატეთ ის და მოგეცეს რო ყოფილი ინფორმაცია. დათვალიერების ოქმის თანახმად თქვენ აღნიშნავთ, რომ დებუაძე მას შეხედავს გარკვირვებული და რაიმე მოძრაობას არ აკეთებს. ეს მას არ უცდია ტანის ან ხელის მოძრაობით მოიცილოს მზია.
ის მზერას მიაპყრობს ამაღლობელის ხელის მიმართულებით, რაღაც ძალიან პოეტური ჩანართია. ეს თქვენი ტექსტია? თქვენი ეს არის ვიდეოს აღწერა. ხო, მაგრამ თქვენ აღწერთ ასე? ეს არის ვიდეოს აღწერა. კი ბატონო, მაგრამ თქვენი სიტყვებით აღწერილია, რომ მზერას მიაპყრობს ხელის მიმართულებით და ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებია თქვენი. ეს მიერ შედგენილი ოქმი არის, რომელიც ასახავს ვიდეოს. გაგეცით პასუხი. მაგრამ თქვენ ამ რადოში უკრაინი გახართ. რევოლუციის უკრაინი გახართ და აი ამ ზერას როსაც მიაპყრობთ. რევოლუციის გვერდით ხევარ, რევოლუციისგან ხელ მაგ. ცოტა მოვახდეთ ილუსტრირებას ვიდეოს. შეიძლება ეს ვიდეო შეგვიძლია ბრალდების ბრალდების წინააღმდეგ რა თქმა უნდა ამ კითხვებს და ამ ვიდეოებს კი. მოგვაწოდეთ და ჩვენ წავიდეთ. მე დავუსვა ბატონო სამყარო რამდენიმე კითხვა და მე ესე შეიძლება გავაკეთო. ბატონო ბერდია, თქვენ განმარტეთ რომ უშუალოდ თქვენ დააკავეთ ქალბატონიმზია, რამე შემიძლია მითხრათ, უშუალოდ თქვენ დააკავეთ ქალბატონიმზია, თქვენ მიერ მოხდა მისი შეყვანა პოლიციის შენობაში და როგორც ან როდესაც შეხვედით რამგვარ შეხვედით მაშინ ბატონი გელას ფასილაძის სამუშაო ოთახში, სადაც მაშინვე თქვენი მხრიდან დაიწყო მისთვის უფლებების განმარტება, ხო? კი ბატონო. ჩვენ აქ გვაქვს დაკავების და პირადი ჩვენის დოქუმენტი, სადაც დაახლოებით 40 წუთში, 50 წუთში იწყება ამ ოფისის შედგენა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ქალბატონზიასთან იყავით მუდმივად? და დანარჩენი პერიოდი? შეიძლება გამოსულიყავი არ შეიძლება თუ გამოხდა. და ვის დავერეთ მაშინ ქალბატონზიასთან?
ორი მართლმსაჯულის გოგონა იყო და უშუალოდ გელა ბასილაძის ოთახში იყო. ბატონო ბოდიში ბატონო აი ხა ეს წასულს ახსენებ ხოლმე თუ განუმარტოთ ხოლმე რომ სასამართლოს აი მართლმსაჯულის გოგონა რას ნიშნავს ეს თქო ანუ პოლიციის თანამშრომელი რომელიც არის მართლმსაჯულის ოფიცერი ორი მართლმსაჯულის ოფიცერი გოგონა ხო შეიძლება გითხრათ ეს ორი მართლმსაჯულის ოფიცერი გოგონა ანა მახარაძე და ცირა ჩოგაძე ბატონო ანა მახარაძე ცირა ჩოგაძე ანა მახარაძე ცირა ჩოგაძე ოფიცერი მახარაძე აი მაშინ ეს ორი მართლმსაჯულის ოფიცერი გოგონა თქვენ კიდევ ვინიყო ქალბატონზიასთან ამ პერიოდში გელა ბასილაძე სამშაბათ ოთახში გელა ბასილაძე თქვენ და ორი მართლმსაჯულის ოფიცერი გოგონა დამკავებელი გიორგი ბრალაძე ჩვენთან ერთად აჰა ანუ უკვე იყავით ხუთი კი ბატონო და ამ ხუთი ადამიანმა ალბათ ყველა მოისმინა თქვენგან თქვენ ეს უფლებები მას განუმარტეთ და შემდგომში ქალბატონზიას ადვოკატი არ მოუთხოვია და თქვენ უშუალოდ როცა განუმარტეთ ეს დაცვის უფლება დაინტერესდით იმით ვინმე იყოდა თუ არა მისთან მასთან შემოსვლას ვინმე ადვოკატი იყო თუ არა გასულა რა მეკითხავს სად გარეთ არ გასულა დეპარტამენტის შენობის გარეთ არ გასულა და არ მეკითხავს ხარის თუ არა ვინმე მოსული და ის თუ არა შემოსვლა ანუ დაინტერესება თქვენ იმაში გამოიხატება უნდა გასულიყო და ჭიშკართან გენახათ ისე არ მოგერ არ შეგეძლოთ მოკითხვა ანუ არ მეკითხავს ჩემ ხო ანუ არ დაინტერესებდით კი ბატონო გასაგებია შენობაში იყავით თავიდან ბოლომდე და აი ამ შენობაში ყოფნისას ახლა მაინც ისიც რომ მითხრათ სად ნახეთ კონკრეტულად ბატონი გეგუაძის აწითლებული ლოგო შენობაში სად პირველ სართულზე როცა შემოვიდა მაშინ ნახე ისი მოადგილის ერთ-ერთ მოადგილის ოთახში ვის ოთახში ნახეთ გენრი ვენჯელია იყო თვალსტები ან კოჩავანაძის ოთახში ან ორი ოთახში ვიყავით მონაცვლეობით და ზუსტად არა გენრი ვენჯელიას ან კოჩავანაძე კოჩავანაძის ოთახში ნახეთ და რა ვიცით შეხედეთ თქვენი მათ ოთახებში იმიტომ რომ შეხედეთ გეგუაძე რომ ენახა გეგუაძეს რომ ენახა არ მიზნითაც და თუნდაც ხელმძღვანელის იყო ჩვენი და ვისაუბრებოდი რაღაცა გითხრათ და მაშინ ახლა გეგუაძეს მე არ ბატონო ეს სიწითლე როგორი გამოხატული იყო ასეთი გამოხატული იყო მის სახეზე რომ თქვენ დაინახეთ დიახ აშკარად ეთხოვოდა აშკარად ეთხოვოდა ეს დრო ინციდენტიდან გასული რა იყო 15-20 წუთი დაახლოებით როდესაც კიდე ერთი ვიდეო მინდა ვაჩვენო კი განმარტება გავაკეთოთ რას ვაჩვენოთ მე ხა მინდა ვაჩვენო ვიდეო კადრი სპეციალურად აჭარის ტელევიზიის მიერ ლაივში ორი ვიდეო კადრი როგორ გამოიყურება ბატონი გეგუაძე ინციდენტიდან აი ძალიან მოკლე დროში არაუმეტეს 1 წუთისა არაუმეტეს 1 წუთისა როგორ გამოიყურება მისი ლოხები Правда, დიახ, ისი. ეს დაკავების მომენტია. ეს ამიტომ საკავები. ეს არის აჯუტა საკავების შეფარდა. უკანა კადრიდან არის და ეს მეორე მოსა გამოვა. ეს არის ბატონელების კამერა მუშაობს. ბატონელების კამერა მუშაობს. რომელ ლოყაში გააწყდეს? აი ამ ლოყაზე გააწყდეს. ხო გაგაწყდოთ ამ ლოყას. საინსი ციციტლის კვალს ხედავთ? აქ შევიდეთ და ელოსოს ნახე მომდიოს. მე რა უწევ. გაბრაზებული რომ აშკარად იქნება.
წინარ მეორე ლოყას ხედავთ? მაგის მარცხენა, ხო. ანუ ერთ ფერისაა შეფერილობის ორი. ამზე რო ვაჩნევ. ხო. ამაზე შეფერილია. მან მე ვაჩნევ რა კადრია? ხო, აი რა კადრია. ხონდა ნამდვილად ურის და ლოყასაცილი. ურის. ურის და ლოყას. ურის ფოტოშოპს ახაც არ გაწეთრება. რა ახსენია, როცა არ გინდა ორი ციხეს სხვადასხვა ემოციით გაწეთრებული პური გინახავთ? არა, მარტო დამუშავება და თქვენ ყურზე დარტყმა როგორ დაინახეთ, ეგ მაინტერესებს, აქეთ ამ მხრიდან უძახავთ. ხელი ხო? ხო, მაგრამ ხელისან მოხდა როგორ დაინახეთ? აკინო ხარეს ხო? მაგრამ ყურზე როგორ დაინახეთ? მიკროფონთან და გითხრათ ესეა. თქვენ რა ხართ მარცხენა მხარეს? აი აქ კადრი შემიძლია დავაყენო. მოხდა აქეთ და სად მოხდა ხელი დაინახეთ, გარდა იმისა, რომ მარჯვენა მხარეს მოხდა. დავინახე რომ ხელი მარჯვენა მხარეს, როდესაც ნახე უკვე მარჯვენა ლოყა და პოლიტიკა. მარჯვენა ლოყა და ამ კადრში გაწითრებულს ხედავთ? ვერ ვამჩნევ, მაგრამ ახსოვს ის. შეიძლება ახსოვს არ ჩწვდეთ. ეხლა მეორე კადრს გაჩვენებთ, ეს არის ბართუმელების. ეხლა გაჩვენებთ აჭარის ტელევიზიის კადრს. ეს არის ლაივში აჭარის ტელევიზიის, რომელიც ბრალდებამ არ ამოიღოს, სხვა შორის იქ დაჩინებული. ინციდენტიდან სადღაც შეიძლება, მაგრამ ხური თუ ჩანს ლოყა რა რატო არ ჩანს? ხო. და ლოყაზე ნახევარად არის? ხო, არ ჩანს კარგად და ვერდეში თანამედროვე. თავდამაია დავასრულებ, ხო? მოდი შეგიძლია ბატონო. უბრალოდ საუბრობთ, ბატონო ვერდიანი, თქვენ ახლა ნახეთ ვიდეოები, წარმოგიდგენთ ჩემმა კოლეგამ, რომელიც უშუალოდ დაკავებიდან სადღაც 1 წუთს უხახავ სასამართლოს. თქვენ ყოველ კარგად არის უნდა დოკუმენტაციით ამ წარმოდგენილ ვიდეოებზე, რაც ახლა თქვენ ნახეთ, თქვენ ბატონ გებუაძის ლოყაზე სიცოცხლე ამ წარმოდგენილ ვიდეოებში ვერ დაინახეთ. ვერ დავჩნდებ ხილვადობის არასაკმარისობის გამო. ხილვადობის არასაკმარისობის ანუ კადრზე არ ჩანს. ხალხო კადრია წარმოდგენილი რადგან. ანუ კადრზე ვერ დავჩნდებ ახსოვს ის. კი ბატონო. სადღაც ყურზე უფრო ემჩნევა რომ კადრის ხალის შემდეგ მოსამართლე შეაფასებს იმედია და მეორე შეკითხვა ესეთი, როდესაც თქვენ და ბათუმის პოლიციის სამართლოს უფროსი გამოხვედით, გარეთ, თქვენ ძალიან ხმაური ამბობს. აი ამ ხმაურში ქალბატონ ზიას 7 და წყნარი ტონით, როგორც ის ყოველთვის საუბრობს, ყოველ შემთხვევაში მე რაც გავიცანი ესე საუბრობს. 7 ტონით რომ მიემართათ გებუაძისთვის. გებუაძე გაიგებდა ამ მართვას.
ის ხმასგებდა იმდენად ახლოსვით ეკით ერთმანეთთან პრობლემა არ იქნება. ანუ მისი ხმამაღალი შეიძლება ვერც გაიგო ხომ ასეთ. შეიძლება ვერც. კი ბატონო მაგის მოსვენა მიდოდა მაგრამ ტონი იყო აგრესიული რას. ხო, თუმცა კიდევ დავუწყოთ თქვენ აგრესია დაინახეთ უბრალოდ ხმის ტემპში და არა სიტყვებში. ზოგადად აგრესია და ხმის ტემპში. ზოგადად აგრესია. ესე მართლად ვერ მოგეშვებით. მაშინ მიხარით. არა, მაშინ და გამომართოთ სასამართლოსაც და მეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს და ამიტომ ვეძიები ამას. ზოგადად აგრესია დავინახე. მანამდე ძანეთ რომ ხმის ტემპზე იყო საუბარი. ტემპი, ხმამაღალი ტემპი, აგრესიული ტემპი საუბარი. ანუ თანხმდებით რომ აგრესიაში თქვენ ჩათვალეთ მისი ხმამაღალი ტემპი. ჩათვალე არ აგრესიულად ესაუბრებ. ერთი კითხვა და დავასრულებ. არაფერს არ ხვდებს ეს. აი, თქვენი ვარაუდი ახლა მეც ძალიან ხმამაღალს საუბრობ, მაგრამ თავდასხმას არ ვაპირებ პროკურორებზე. მოცემულობა ისეთ რომ ხმამაღალობდა ვისაუბრო. ხმამაღლა აი თქვენი ვარაუდით აგრესიულად რომ ესაუბრებოდა მის აგრესიულ საუბარში თქვენ საფრთხე დაინახეთ თავდასხმის? საფრთხე რომ დამენახა, ვერც მოსწრება ხელის თაყვანს პირობას გაწევს. საფრთხეც არ დაინახია. ეს ამოვიდიანდი თუ ესეთ რამეს იკადრებ. კავტონზიას ხომ არ აქვს შეკითხვა. ძალიან ადამიანს თქვენ მოგბაზრობთ, რომ თქვენ ამაგარებთ რომ არ მახსოვს ეს. წინასწარი დაკავების საკანში გადაყვანამდე ჩემს პირად უსაფრთხოებაზე ვინ იყო პასუხისმგებელი? დაკავების დრო როცა ვიყავი სამმართველოს შენობაში. დამკავებლები და ის პირები ვისთან ერთად თქვენი ვისთან ერთად ვიყავი? ჩამოთვალე უკვე ორი მართლმსაჯულის გოგონა პოლიციის ოფიცერი ქელა ვასილაძე მე და გიორგი ჭარაყო. და ეს მათ იცოდნენ. ბატონო? ეს მათ იცოდნენ, ხო ესე? რა თქმა უნდა. თქვენ იყავთ თუ არა პასუხისმგებელი? ერთ-ერთი მეც. როგორც დამკავებლები. ჩემი დაკავების შემდეგ ეგრეთ წოდებული დაზარალებული რატომ უშვებით ვთქვათ ჩემს უშვებით თუ არა ჩემს ოთახში, სადაც მიყავდა გამოყენებული არ შემომიშვია არც ერთხელ ჩვენს ოთახში. კარები დაკეტილი იყო თუ ღია იყო? კარები იყო დახურულ მდგომარეობაში და რესაკავდიოდით და ისე იყო. ანუ თქვენ არ გინახავთ ეგრეთ წოდებული დაზარალებული ჩვენთან შემოსული გინები. დაზარალებული ზემოგვარდზე გინები ჩვენთან არ შემოსულა და არც მინახავს გასულთან. შესაძლებელია ეს ყოფილიყო მაშინ როცა თქვენ არ იყავით იმ ოთახში? იმ ოთახში თუ არ ვიყავი, ვიყავი გვერდით ოთახში, მოპირდაპირე მხარე შესაბამისად დაგეხავდი რომ შემოსული. მასაც გავიყოლეთ. და თქვენ არ ხმაური გესმოდათ, სადაც მე ვიყავი, ან როცა მაგინებდა, მახუცებდა. არაფერი არ გამიგია, მსგავსი ფაქტი არ. აუკრძალა რო არ მოიწოდებოდა ხალის კონდათ და საფეხარეშოში გასვლის საშუალებაც გაგატონა მაინც. ჩემით გამომძებნა პირადად მოგაწოდა წყალი და გეგმაც. რამდენი ხნის შემდეგ შეგიძლიათ მითხრათ და პირველ სათურზეც რამდენი ხნის შემდეგ? პირველ სათურზეც როცა მოითხოვეთ და მესამე სათურზეც როცა აგებანეთ. ყველგან გქონდათ წყლის დალევის საშუალება და საფეხარეშოში გასვლა. საფეხარეშოში რომის გამოიყენეს? მე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს გადმოცემით პირველ სათურზეც და მესამე სათურზეც. როებით მოთავსების სათურში გაყვანათ. უილია ეს ყველაფერი. კავტონზიას შეფასებებს შემდეგ ეტაპზე. გავს კავტონზიას შეკითხვა. მაინტერესებს რა ვითარებაში გამიმართეთ ჩემი უფლებები. ოთახში შეყვანის შემდეგ პირველ სათურზე, როდესაც დაგწამდით საბრძოლს. ესე თოია. სიმართლეა თეორია. რომელი იყო ეხლა ამ მოქმედების გამოხატვა განხორციელების? დი. გადაუწყობის საერთოდ. ორი კითხვა აბსოლუტურად ახორციელებთ 45 წუთით ინტერვიუს. თუ რა ხალხში არ არის. ერთი წუთი ბატონჯუბე დრო განსაზღვრე, ამ დროში უნდა ჩაიდიო. დასაწყისი შეკითხვა და ისმე შეკითხვა და ორი კითხვა დავუსვა მხოლოდ თუ შეიძლება. მე გამიჩნდა უნდა რომ წინაზე სპარამეტრი. თქვენ ბრძანეთ რომ 3 წელია უკვე თანამშრომლები ხართ დგებადან გებუაძესთან და ანუ ათი თუ კონკრეტულად ამ შენობაში რამდენი გარანტია ჩემი ინტერესი პირველ შემთხვევაში ამ შენობაში რამდენი ხანია მუშაობ.
ან თქვენი სამუშაო წლის ივნისიდან მუშაობ ტრანსპორტის დეპარტამენტში. კი ბატონო. უშუალოდ ამ შენობაში. იცით რა მაინტერესებს? ან უშუალოდ ამ შენობაში მის შესასვლელში, როგორც მის შესასვლელთან არის ბატონი გელას კაბინეტი, შესასვლელში და შიდა ტერიტორიაზე კონკრეტულად იმ ოთახში, სადაც ქალბატონი მზიაკავდა და არის თუ არა სადმე შიდა გადაღების ვიდეო კამერა. შესასვლელში დერეფანში არის სადმე დამონტაჟებული კამერა. გეცოდი პოლიციის დეპარტამენტის შენობაში არის კამერა, კონკრეტულად სად არის ცენტრალურ შესასვლელთან უნდა იყოს ამას. შიგნით შესასვლელთან უნდა იყოს. ცენტრალურ შესასვლელთან. კი ბატონო, ან ცენტრალურ შესასვლელთან არის ხო ეს კაბინეტი ბატონი გელას? კაბინეტი არის გვერდით მესამე შესასვლელთან, საიდანაც მოხდა ბატონი მზიაშა. ანუ შესასვლელთან ანუ დეპარტამენტთან სამი შესასვლელი, სიგამ მხარე ცენტრალური, უკან და გვერდით შესასვლელი და გვერდით შესასვლელთან შეგვიყვანეთ კაბინეტის. კი ბატონო, იმ მხარეს საერთოდ არის თუ არა კამერა, არ იცით თუ არ არის? ვერ გეტყვით, როგორც ვიცი, არ არის. ზუსტად არ ვიცი. არ იცით არის თუ არა? არის, ვერ გეტყვით. შესასვლელთან ნამდვილად ვიცი რომ არის. და ერთი კითხვაც მაქვს, წერან თქვენ ბრძანეთ რომ მეო იქამდე არ მივყვანდიო საქმესო, რაც მოხდა რომ შემომჩნიაო რომ რამეს აპირებდა ოთხ ეგეთი ბრძანეთ და პოლიციას აგრესიულად ესაუბრებოდა ეს შემთხვევით რაიმე ვალდებულებას რომ წარმოშობდა თქვენს მიმართ როგორც სამართალდამცავის მიმართ თუ შეამჩნიეთ რომ პოლიციას აგრესიულად ესაუბრებოდა გებულაძეს ანუ ქალბატონი ესაუბრებოდა აგრესიულად ზოგადად პოლიციელი ამ შემთხვევაში გებულაძე არ აღნიშნულა გვარი იქნებოდა მაგრამ ვინაიდან იყო ქალბატონი და მისი ძალადობის ქმედებას არ ვერაფერი შესაბამისად არ ქონია ოლოდინი ესეთ ქმედებს განხორციელებს არა მე სხვა რა ვეკითხა სხვა რა ვიმასვე თქვენ თქვით რომ პოლიციას აგრესიულად ესაუბრებოდა და პოლიციას რო აგრესიულად ესაუბრებოდა სანამ ეს ინციდენტი მოხდებოდა ამაზე რეაგირება რატომ არ ქონდათ ადმინისტრაციული სამართალდამცავი უნდა მოგეხსენებოდეთ საკმაოდ ხშირად იყენებდა რეაგირება რატომ არ ქონდათ აგრესიული საუბრის ტონი როდესაც არ აღენებს შეურაცხყოფას არ არის სამართალდამცავი ადმინისტრაციული გადაწყვეტის შესაბამისად რეაქცია და რეაგირება არ ქონია ანუ პოლიცია ჩაიდინა დანაშაული მაშინ უნდა რეაგირება ანუ არ ჩავა ანუ აგრესიულად იმ დონის აგრესიული საუბარია ანუ შეურაცხყოფა კი ბატონო მე ვკითხავ სხვა მე როგორც რავი სხვა კარებიდან შეიყვანეს სადაც იცით რომ კამერა არის იცით არა ქალბატონო არის ზუსტად ამაზე რეაგირება რომელიც იყო უახლოესი კარები დეპარტამენტის შესასვლელ შენობასთან შევიყვანა იმ კარებიდან ხოლმე არ დამიგია დეპარტამენტი საერთოდ რო არ ეცვა შეამჩნია და დიახ შეგიძლიათ შევიყვანეთ და თანამშრომლებს ხოლმე შემოსწონებას თქვენ წერან მიგასუხეთ რომ მე ამ საქმეში მარტო დამკავებელი ვარო მეტი არანაირი ჩემი მონაწილეობა არ არისო და წეღავებოდით რომ მე მითხრეს რომ ეს მე მითხრეს რომ წყალიყო რომ მე მითხრეს მე იქ არ იყვანეს მე აღმოჩნდა რომ ოთახში ცით იყავით 4 საათი და ყველაფერს აკროთ ანუ ეგ როგორ არის მარტო დამკავებელი იყავით და შევიყვანეო მანამ მითხარით და ესაც ვიციო ანუ თქვენი გამოძიებები ოფის გასულებამდე სანამ ოფი გასულებოდა დაკავება პირადი ჩრეკის ვიყავი მასთან შესაბამისად რაც ხდებოდა ამ პერიოდში დაკავება პირადი ჩრეკა 1 საათში მე აღარ ვიყავი ამის შემდეგ უკვე ჩემი გამოგიყვანა ხდებოდა მასთან დაკავება პირადი ჩრეკის ოფის გასულების შემდეგ მასთან შემთხვევა აღარ მქონია უშუალოდ ჩემთან ტარდებოდა საგამოძიებო ვიკითხებოდი შესაბამისად ვიკითხებოდი უკვე ამ პერიოდში შესაბამისად მასთან ვინ იყო შესული როგორ ჩატარდა საგამოძიებო ამაზე პასუხს ვერ გავაცნობ შემდეგ რაც ვიცი გადმოცემით წყლის მიწოდება პირველ ეტაპზე მოხდა მეორე ეტაპზე ჩემი თანასწორით და ეს მე გიყვებიან ხოლმე ამ ამბავ დრებუაძე გიყვებოდათ მე ის დრებუაძესაც ვიკითხებოდა და რა და ასე შემდეგ ანუ სულ კომუნიკაცია ჰქონდა კი რა მადლობა ქალბატონზე თქვენ გსურდა შეკითხვა ხო არა უბრალოდ მე მინდა დავაქციო ის განმარტებებს ქალბატონზე გავაკეთებ შემდეგ ეტაპზე შეკითხვა გვაქვს გთხოვთ კიდევ ერთხელ და ესე ვთქვათ პასუხეთ ოთახში როცა დაკავების შემდეგ შემაგდეთ შეგიყვანეთ ქალბატონს იქ თქვენ ვიყავით ნამდვილად და დაკავების ოქმის შედგენაშიც მონაწილეობდით? ოქმი არ შემიდგენია, მაგრამ ვიყავით შემოღებულ პერიოდში. და მთელი ეს მონაწილეობა იქ იყავით თქვენც. მონაწილეობა გამოძიებაში აქვს ოქმი, ოქზე ხელი მოვაწერი, ასევე ინდივიდებზე რაც თქვენ ამოიღეთ და ალოქეს პაკეტზე, შესაბამისად იქ ვიყავი უმეტესი ნაწილი. პირველი სართულიდან მესამე სართულზე როცა პირველ სართულზე რაც ვიყავით და მესამე სართულზე ოთახზე რაც თქვენ ყოფილობდით ჩემი კაბინეტის გვერდით და იქაც ვიყავით. თქვენ ამბობთ თქვათ? არა, მარცეს ვისლობონები და ელაბასილაზე იყო სვარცები, ვის ამოიყვანა ამ პერიოდში. ჩვენც უკან მოდიოდით ამდენიმე წუთში ამოვიდა. და თქვენ ამბობთ, რომ მთელი ის პროცესი ის პერიოდი იყავით უმეტესი ნაწილი ამ სართულზე. უმეტესი ნაწილი რამდენი პროცენტი? 90 დაახლოებით.
გოილია. არც ერთი წუთი არ ყოფილა. კარგი, კავტონიზია შეფასებები გთხოვთ არ გავაკეთოთ. გვაქვს დავასრულეთ ხომ დაცვა შეგიძლიათ? ხელახალი პირდაპირი აქვს? არა. მადლობა ბატონებია გამოცხადებისთვის. ვისურვებთ კარგად გრძელდებოდეს ნახავარდი. ხომ არ სურს მხარებს ცოტა ხნით შესვენებად გაგრძელდა და აგიაზე